მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მე ვარ ზალთა მიცნობ. დღეს მე შემოგთავაზებთ თამარი ჯვარს, რომელიც იყო გაკეთებული მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში, პოლიქრომიული სტილის და იქნება ასეთი, თქვენ იცით. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება რა? პირველი რიგში უნდა გამოვიყვანოთ თიხით ფორმა, ჯვრის ფორმა. ამისათვის დაგვჭირდება ჩვენ ყალიბი, აი ასეთი მეგობრებო ყალიბი, ანუ გავაკეთებთ ყალიბს, მე ჩამოვასხამთ და მე ჩამოვასხამთ ოქროს. ოქროსათვის ამისათვის დაგვჭირდება ძალიან ბევრი ოქრო, 9 კარატე და ყველა იქნება ნატურალური ქვებით შემკული. ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება 6 ცალი მარგალიტი, რომელიც მე უკვე შევიძინე, აი ასეთია მარგალიტები. ჩემო მეგობრებო, ნატურალური მარგალიტები, დიდი ზომებისა, მაგრამ ასეც მინდოდა და იქნება ძალიან დიდი ზომის. ასევე დაგვჭირდება ჩვენ ლალის ქვა, რომელიც მე შევიძინე, უკვე ერთი გამოვიყვანე და ამისათვის დაგვჭირდება ჩვენ 5 ცალი ქვა. თუ ნატურალური როგორია, მე გაჩვენებ და ახლა შემოვწირთ. აუცილებლად ყველა ქვა იქნება ნატურალური. ასევე დაგვჭირდება ჩვენ 4 ცალი ზურმუხტის ქვა, რომელიც მე უკვე გამოვიყვანე და არ შეგაწუხეთ ამის ყურებით. როდესაც გამოვყავ ჩემი მეგობრებო, ამისათვის საჭიროა სპეციალური აპარატი, ასეთი გამოსაყვანი. ეს არის სპეციალურად გათვალისწინებული ბრილიანტისთვის და ქვებისთვის, ძვირფასი ქვებისთვის. და ასევე ჩემო მეგობრებო, ზურმუხტი იქნება, როგორც ასე გითხარით, ნატურალური ქვა. ამიტომ არ შეიძლება რომ გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც არ იქნება ნატურალური. ყველაფერს მოყვება მეგობრებო, მისი სერტიფიკატი, მისი დიპლომები მოყვება ჩემო მეგობრებო, ყველა ქვას. აბსოლუტურად ასევე მოყვება ბარათები, რადგან ის არის ნატურალური. და იქნება ჩვენი თამარის ჯვარი შემკული ნატურალური ქვებით და იქნება ოქროში ჩასმული. ნახოთ თუ როგორი გამოვა. თქვენთან ერთად გავაკეთებ და ჩქარჩქარეში მოგთავაზებთ, რომ არ დაიღალოთ და იყოს თქვენთვის საინტერესო. მაშას უნდა დავიწყოთ. მაშასე ჩემო მეგობრებო, მე დავასრულე თამარის ჯვარის გაკეთება და ნახოთ როგორი გამოვიდა ეს თქვენ. ნახავთ ჩემთან ერთად და აი ესეც ასეთი გამოვიდა, ასეთი ჩარჩო შეურჩიე. აი ნახეთ როგორი ლამაზი ბარხატის ჩარჩო შეურჩიე, მე თვითონ გავაკეთე ბარხატისი, ასევე გავაკეთე ოქროს მეტალებით. და თავის საკეთითა, თავის ჩამოსაკეთებელით. ნახეთ როგორი გამოვიდა, ცოტა მძიმე არის, ძვლის მიკავია, თავის ნაწერებით, მოცვით და ეს ბარხატის ჩასასვამი ძალიან ლამაზი გამოვიდა. აი ასეთი გამოვიდა თამარის ჯვარი. იმედია მოგეწონება და შეაფასებთ ჩემ შექმნილ ჯვარს შემიძლია სწორად. ბარხატის